შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში დასაქმების წესს. ახალი რეგულაციით ლეგალური საქმიანობისთვის აუცილებელი გახდა შრომითი საქმიანობის უფლების მიღება ნებართვა, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს კვოტირების მექანიზმს, რაც გულისხმობს გარკვეულ სექტორებსა და პოზიციებზე უცხოელი დასაქმებულების რაოდენობის კვოტირებას, რა კონკრეტული წესები და პროცედურები იმოქმედებს დამსაქმებლებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, როგორ განისაზღვრება კვოტირების სისტემა და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ რეგულაციებს შრომის ბაზარზე და ბიზნეს გარემოზე. თემაზე სტუმრებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან გიორგი ცაგარეიშვილთან და დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან გიორგი ბუნტურთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. როდესაც ამ თემაზე მუშაობა დაიწყო საქართველოს მთავრობამ, ალბათ დღევანდელი გადმოსახედიდან ეს თემა განსაკუთრებულად აქტუალური და მნიშვნელოვანია. შექმნილი გლობალური ფაქტორების გათვალისწინებით, ეხლა ალბათ ყველაზე მეტად არის საჭირო შიდა ბაზრის კონტროლი მიგრაციული მიმართულებებით და ნახოთ რამდენად შეუწყობს ეს კანონმდებლობა და ეს გადაწყვეტილებები ხელს, თუმცა თავდაპირველად მაყურებლისთვის რომ განმარტოთ, რა მიგაღებინათ საქართველოს მთავრობას, რა მიგიყვანათ უფრო ზუსტად ამ გადაწყვეტილებამდე, რატომ ჩათვალეთ, რომ ეს ნაბიჯი იყო აუცილებლად გადასადგმელი. რა თქმა უნდა, დეტალურად ვისაუბრეთ პროცედურებზე, ვის ეხება, როგორ ეხება, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, როგორ უნდა მოგმართონ და ასე შემდგომ, თუმცა თავდაპირველად ზოგადად რომ კიდევ ერთხელ ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება. კი ბატონო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე მგონი მეორე გადაცემა ეთმობა. კი ბატონო. მეორე სტუმრობა ეთმობა თქვენ გადაცემაში ამ თემას. მადლობა რომ ასე დაინტერესებული ხართ ამ თემის გაშუქებისთვის, იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, დაგეთანხმებით. გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომის ბაზრის რეგულირების თვალსაზრისით და აქ ელემენტარული სახელმწიფოებრივი წესრიგის დაფუძნების თვალსაზრისით ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგმული საქართველოს ხელისუფლების მიერ. მე თქვი წინა გადაცემაში თქვენთან სტუმრად ვიყავი, რომ გარკვეულწილად ზოგიერთი ნაბიჯის გადადგმა ამ მიმართულებით დაგვიანებულიც არის, მაგრამ შეუძლია ვიდრე არასოდეს ნათქვამია და ახლა დადგა ამ ნაბიჯების გადადგმისთვის შესაფერისი დრო. ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, მოსამზადებელი პერიოდი გავლეთ. ფაქტიურად საქართველოს მთავრობა სრული შემადგენლობით იყო ჩართული პარლამენტთან ერთად, ბიზნეს წრეებთან ერთად ამ რეგულაციების შემუშავებაში. ჩვენ რამდენიმე დღის უკან ქონდა სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრა, გაფართოებული შეხვედრა, დაახლოებით 200-მდე სტუმარი გვეწვია. 3 საათის მანძილზე საკმაოდ ცხოველი განხილვა ჰქონდა თემების, ბატონ მინისტრს მიყავდა უშუალოდ ეს შეხვედრა. იყო ბევრი კითხვა დასმული. თავარი კითხვები რა შეეხებოდა ბატონო გია და იყო თუ არა ის გულისწყრომა, რომელიც უკავშირდებოდა ხომ არ არის ეს ცალსახა აკრძალვები, რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს იქ. ამ ეთერში ბევრმა თქვა მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებმა, რომ რაღაც მიმართულებით ხომ არ ჯობდა შეზღუდვების არსებობა, ვიდრე დაუშვათ სრულად აკრძალოს მათ შორის იგივე თუნდაც კურიერების ნაწილს. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, პირდაპირ გეტყვით, თუ კოტირებას გულისხმობთ, ვფიქრობდით, რომ აქ ჯობია საწყისი ეტაპიდანვე ნულოვანი კოტირება შემოგვიღო, ვიდრე დაგვეწესებინა გარკვეული ზედა ზღვარი, იმიტომ რომ რა უნდა იყოს ეს ზედა ზღვარი, ამაზე პასუხი არავის არ აქვს. ეს უნდა იყოს პირობითად, თქვათ, მიტანის სერვისში საკურიერო მომსახურებას გულისხმობ 1000 უცხო ქვეყნის მოქალაქე, 2000 თუ 7000, ამაზე პასუხი ხომ არ არსებობს. არადა ეხა ამ სფეროში ათასობით უცხო ქვეყნის მოქალაქეა დასაქმებული. ამიტომ პრიორიტეტი აქ როგორ უნდა მიანიჭო ადამიანებს ქვეყნების მიხედვით, ხანგრძლივობის მიხედვით საქართველოში ყოფნის, განათლების მიხედვით თუ ის უკეთესად დაყავს მოტოსატრანსპორტო საშუალება, ხა ცოტა ხო არასერიოზულია ესეთი დამოკიდებულება საკმაოდ სენსიტიური თემისადმი. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აქ ნულოვანი კვოტა უნდა შემოგვეღო. იმიტომ რომ ფაქტიურად საქართველოს მოქალაქეები გამოდევნილები იყვნენ ამ სფეროდან, ისევე როგორც იყო ძალიან დიდი პრობლემა ტაქსების მიმართულებით, ისევე როგორც
პრობლემები იყო, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე გადიოდა პირდაპირ გიდების მიმართულებით და სამთო განცილებლების მიმართულებითაც იქ აი ეს 200 უცხოელზე კონცენტრირდით. ჩვენ ეს ტურიზმის აგენტომ დიდი ფიქრის მერე მოგვაწოდა ეს ციფრი და უნდა იცოდეთ, რომ არც ერთი ციფრი და არც ერთი რეგულაცია ჩვენი შემუშავებული ან ჩვენი დამკვიდრებული ახლა ამ მიმდინარე კანონმდებლობაში არ არის. ეს არის უამრავი ფიქრის განჯის შედეგი, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით, იუსტიციის სამინისტროსი, საგარეო საქმეთა სამინისტროსი, შინაგან საქმეთა სამინისტროსი და ჩვენ ვართ განხორციელებლები ამ ყველაფრის. ანუ ჩვენ გვიწევს ამის აღსრულება, მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენს გქონდა ჩვენი მოსაზრებები უფრო დაკავშირებული ტექნიკურ მხარესთან, ანუ აღსრულებასთან. ამის ყველაფრის იმპლემენტაციასთან, დამკვიდრებასთან, კი ბატონო, აქ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, ამ პასუხისმგებლობას ვერ გავიქცევით, მაგრამ დანარჩენი ეს ურთულეს პროცესი გავლეთ ჩვენ მეგობარ სამთავრობო სტრუქტურებთან და არა მხოლოდ. რაც შეეხება თქვენ ძირითად კითხვას და პათოს, თქვენი კითხვის, რატომ გადავწყვიტეთ ამის გაკეთება, იმიტომ რომ ეს მიმართულება მთლიანად დერეგულირებული იყო, აქ ელემენტარული სახელმწიფო წესრიგი არ არსებობდა, იყო ჩანასახურული მდგომარეობაში 23 წელს, 2023 წელს. მხოლოდ განაცხადი ნაბიჯები ელემენტარული, ნაბიჯები გადადგმული, რომელიც სრულიად არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ გაგვეკონტროლებინა ჩვენი შრომის ბაზარი. მაყურებლისთვის რომ განმარტოთ, ბიზნეს ქონდა და პირებს ქონდათ ერთგვარი ვალდებულება უბრალოდ დარეგისტრირების. კი ბატონო და მაგრამ ეს არ იძლეოდა ფაქტიურად არავითარ შედეგს. ზედაპირულ დონეზე თუ ქონდა სტატისტიკის წარმოებაც არ მიმდინარეობდა ამ მიმართულებით. ჩვენ არ ვიცოდით რომელი ქვეყნებიდან, რა რაოდენობით, რა პროფესიებში შემოდიან ადამიანები და ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ 21 საუკუნეში ამას თავმოყარე საზოგადოება და სახელმწიფო ამას ისე არ აკეთებდეს როგორც ამას მაგალითად აკეთებენ თუნდაც იმ სივრცეს საიდკენაც ჩვენ მივიჩქარეთ თქო ევროკავშირს გულისხმობ და იცით თანაც ამ უკონტროლო მიგრაციულმა პროცესებმა რამხელა გამოწვევები მოიტანა იგივე ევროკავშირისთვის ევროპის კონტინენტის ქვეყნებისთვის შეერთებულ შტატებში როგორ დრამატულად მიმდინარეობს სწორედ ამიტომ ვთქვი რომ ალბათ ისე არასდროს პატარა ქვეყნისთვის რომელიც თანაც აი დღევანდელი მოვლენებიდან გამომდინარე თქვენ აღნიშნეთ გზაჯვარედინზე ვართ ჩვენ ამ ნაკადების გზაჯვარედინზე მათ შორის და აქ ახლა ხელისუფლებამ არ აკონტროლოს ეს პროცესი და პირველ რიგში ხაზგაუსვა პირველ რიგში არ იზრუნოს საქართველოს მოქალაქის დასაქმებაზე ეს ძალიან არასერიოზულად გამოჩნდებოდა. ეს იყო მთავარი მოტივატორი. გასაგებად. ეხლა ტექნიკურად როგორ ხდება ეს ყველაფერი? როგორ უნდა მოგმართონ? უკვე დაიწყეს თუ არა მომართვა? ვინ არის ვალდებული რომ მოგმართოს? ყველა დეტალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა ვადაში უნდა გასცეთ პასუხი, იმიტომ რომ ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაგალითად, სხვა სახელმწიფოებში, მეზობელ ქვეყნებში, ზოგ შემთხვევაში არის ხოლმე გრძელვადიან 3 თვე და მეტი თვე. ჩვენ შემთხვევაში რა ხდება? ეს არის დეტალები, რომელიც ახლა განსაკუთრებულად დაინტერესებს მე დარწმუნებული ვარ ბიზნეს ეს ინფორმაცია მიაწოდეთ ამ დახურულ შეხვედრაზე, თუმცა საჯაროდაც რომ მაყურებლისთვის ხადი გავხადოთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები არის. პირველ რიგში თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ იგივე პროცესი გადის პრაქტიკულად ნებისმიერ ქვეყანაში უცხოელი დასაქმებისთვის და ეს ვადა სხვა ქვეყნებში ხშირ შემთხვევაში 3 კი არა 6 თვე და მეტ პერიოდს მოიცავს. ჩვენ შემთხვევაში კანონმდებლობით ყველა მსურველი გაეცნობოდა უკვე რომ ეს არის მაქსიმუმ 30 დღიანი პერიოდი, თუმცა ასევე კანონმდებლობა ითვალისწინებს დაჩქარებულ 10 დღიან პროცედურასაც, რავადაშიც უცხოელს უკვე შესაძლებლობა აქვს, რომ შრომით საქმიანობის უფლება მიიღოს. რაც შეეხება ვიზზე ვრცელდება, პირველ რიგში აქ გავყოფდი ორ ძირითად სამიზნე ჯგუფს, ესენი არიან პირველ რიგში კლასიკური შრომითი იმიგრანტები, ანუ ის უცხოელები, რომლებიც საქმდებიან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ადგილობრივ დამსაქმებელთან, ამ შემთხვევაში შრომით საქმიანობის უფლებების მოპოვების ვალდებულება აქვს მის დამსაქმებელს, ვინც აპირებს, რომ დაასაქმოს მასთან უცხო ქვეყნის მოქალაქე, შესაბამისად პროცედურულ ნაწილსაც დამსაქმებელი გადის, დამსაქმებელი ავსებს აპლიკაციას და საფასურსაც დამსაქმებელი ელექტრონულად ავსებს თუ ჯანაცვამესოში უნდა მოვიდეს და ფიზიკურად შეავსოს? არა, რა თქმა უნდა, პროცესი მთლიანად ელექტრონული არის, შესაბამისად თვითონ განაცხადის პროცესიც გამარტივებულია, არსად რიგში დგომა არ უწევს და ხანგრძლივი პროცესის გავლა განაცხადის დაფიქსირებისთვის არ ჭირდება, რამდენიმე წუთიანი პროცედურა არის. პირველ რიგში რეგისტრირდება თვითონ, ეს არის ბარემ ვიტყვი
მისამართს labor migration code ეს არის მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემა, სადაც პირველ რიგში თვითონ დამსაქმებელი რეგისტრირდება და მეორე უკვე ელექტრონულად აპლიკაციას ავსებს ინდივიდუალურად თითო უცხოელზე ვისი დასაქმება სურს. და მეორე სამიზნე ჯგუფი, რომელსაც აუცილებლად გამოვყოფდი, ეს არის სიახლე, რომელიც ასევე რეგულაციის თვალსაზრისით მინიმალისტური, რომელიც ბატონმა გიამაც უკვე აღნიშნა და თქვენც აღნიშნეთ, რომ იყო რეგისტრაციის ვალდებულება, ის იყო მხოლოდ მაინც დასაქმებულებზე და უკვე 1 მარტიდან ამოქმედდა ახალი სამიზნე ჯგუფთან მიმართებაში ეს რეგულაციები, ესენი არიან ეგრეთ წოდებული კანონისანი თვითდასაქმებული უცხოელები, რომლებიც მოიაზრებიან ის ინდივიდი უცხოელები, რომელიც საქართველოში რაიმე ფორმით ან სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ, ან დამოუკიდებლად რაიმე ფორმის შრომის საქმიანობას ეწევიან. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ეგრეთ წოდებული თვითდასაქმეულების შემთხვევა. თუ დაიწყოს, მაგალითად, რადგან 1 მარტიდან უკვე შესულია ეს ცვლილებები, ანუ ეს ბრძანებულება ძალაშია, თუ დაიწყეს მათ მომართვიანობა, თუ დაიწყეს ამის შევსება და აი ძირითადად ვინ ავსებს, რა კატეგორიის ადამიანები ავსებენ, რას ავსებენ, ან კომპანიებმა თუ დაიწყეს შევსება, რა ტიპის განაცხადებია, გასაგებია რომ იმ დაუშვათ რამდენიმე მიმართულებას სრულად ნულოვანი კოტაა, რადგან ყველაზე გავრცელებული ფორმა ეს კურიერების ნაწილი და დაუშვათ იგივე ტაქსის მძღოლების მიმართულება, ეს ყველა მეტნაკლებად ეს საკითხი უკვე იცის, თუმცა რა მიმართულებია, რომელზეც შეიძლება რომ დაუშვათ უცხოელმა დაიწყოს საქმიანობა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის კომპანია რომ მოგმართო. ეს დეტალები თუ არის განსაზღვრული, რომ დაუშვათ ბიზნეს კონდეს ცალსახა წარმოდგენა, რა შემთხვევაში მიიღებს ჯანდაცვის სამინისტროსგან დასტურს და რა შემთხვევაში იქნება უარი. რა თქმა უნდა, თითოეული პროცედურა, მათ შორის განაცხადისთვის აუცილებლად წარმოსადგენი ინფორმაციის ჩამონათვალი და მათ შორის უკვე ამ განაცხადის განხილვის პროცესი როგორ ხდება და უარიც როგორ მიიღება, ეს თვითონ კანონმდებლობითაა განსაზღვრული, ამიტომ პირდაპირ ხაზს გაუსმევ, რომ აქ რამე სუბიექტურობა სააგენტოს მხრიდან, რომ სააგენტოს როგორც მოუნდება, ისე მიიღებს გადაწყვეტილებას აპრიორში გამორიცხულია, იმიტომ რომ კანონმდებლობა პირდაპირ განსაზღვრავს, რაზე დაყრდნობით შეიძლება უარი გაეცას, რაც შეეხება მომართვიანობას. 1 მარტიდან მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, უკვე როგორც თვითდასაქმებულების ხარეს, ესე დასაქმებულების ხარეს პროცესი უკვე ჩაშვებულია, განაცხადების როგორც მიღების, ასევე უკვე შემდგომი განხილვის. რაც შეეხება აი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირი კითხვა, რაზეც არის, როგორ ამბობს დასაქმების სააგენტო უარს. უარს კი ბატონო, ეს ერთ ყველაზე შედასმული აქტუალური კითხვა. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ ყველაზე აპრობირებულ მეთოდს, ეგრეთ წოდებულ შრომის ბაზრის ტესტს, რომელსაც პრაქტიკულად ყველა ქვეყანა იყენებს მსოფლიო მასშტაბით და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ბადალი არ აქვს ამ ინსტრუმენტს. ეს არის ინდივიდუალურად ხდება შეფასება შემოსული მოთხოვნის მომენტში, ამ კონკრეტულ პერიოდში ბაზარს რამდენად აქვს საჭიროება ამ კონკრეტული სპეციალობის უცხოელის. და როგორ ხდება, რომ ხდება გამოქვეყნება ამ ვაკანსიის, ჩვენ შემთხვევაში დასაქმების სააგენტოს აქვს სამუშაოს მაძიებელთა ელექტრონული პორტალი worknet.gov, სადაც დამსაქმებელი ვალდებულია, რომ პირობითად 10 დღით ადრე განათავსოს მასთან ის პოტენციური ვაკანსია, სადაც მოაზრებული ყავს უცხოელი. ამ 10 დღის განმავლობაში სააგენტო აქტუალურად იწყებს მუშაობას, რომ მოიძიოს ამ მოთხოვნების შესაბამისი ადგილობრივი კადრი და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად ამ მოთხოვნების შესაბამის კადრს ვერ მოვიძიებთ, უკვე აქვს შესაძლებლობა, რომ ჩამოიყვანოს ეს უცხოელი. ამიტომ აქ რამე სუბიექტურობა, რომ დასაქმების სააგენტო როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ბოდიშ ჩანსს და ისე მიიღებს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს თუ მოვიძიეთ და ყავს საქართველოში ეს კადრი, მაგრამ ამა თუ კომპანიას მაინც მიეჩნია, რომ მისი კვალიფიკაცია, თქვენ კი პირობითად ფიქრობთ, რომ ეს კადრია კვალიფიციურია, მაგრამ დამსაქმებელი ამ შემთხვევაში კონკრეტული კერძო ბიზნესი ამბობს, რომ არა, ეს კადრი მე მაინც ის მირჩევნია. აი ამ შემთხვევაში რა ხდება? მნიშვნელოვანი საკითხი არის. კანონმდებლობა ითვალისწინებს ასევე უარის თქმის, ანუ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საბოლოო მაინც დამსაქმებელზე არის. თავისთავად იმ შემთხვევაში, თუ კი სააგენტო აწვდის კონკრეტულ აი ამ სპეციალობის მქონე ადამიანს ადგილობრივ სამუშაოს მაძიებელს. დამსაქმებელს რჩება მანდატი, რომ დაასაბუთოს, რომ პირობითად ჩვენს მიერ მიწოდებული კანდიდატი რაღაც კონკრეტულ თუნდაც კვალიფიკაციის ან გამოცდილების ნაწილში არ შეესაბამება მის საჭიროებას და პირობითად ის უცხოელი, რომლის ჩამოყვანასაც ის აპირებს, აი ამიტომ უფრო საინტერესოა მისთვის. შესაბამისად, თუ კი ეს დასაბუთება იქნება რელევანტური და ეხლა რა თქმა უნდა, აქ უკვე დასაქმების სააგენტოს რჩება დისკრეციული უფლება, რომ ეს რელევანტურობა შეაფასოს. ეხლა პირობითად აი რო არ დავაბნიო მაყურებელი, მაგალითად მაგალითად უყურეთ დეველოპერების უდიდესი ნაწილმა
ამ ეთერშიც და ისეც საჯაროდაც გააკეთებული აქვს განცხადებები მათ ნაწილს, რომ რეალურად მათ შემთხვევაში მაგალითად შეიძლება იყოს პრობლემა. ძალიან ბევრი დეველოპერია, რომელიც სარგებლობს უცხოელი, თქვათ, არქიტექტორის, კონსტრუქტორის, ან ინჟინრის, ან მომსახურებით. აი, ასეთ შემთხვევაში, ხო, ეს ძალიან გავრცელებული ფორმაა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ეკონომიკური საქმიანობა ძალიან აქტიურია დღეს ქვეყანაში. აი, ამ ნაწილში ესე ცალსახად რადგან არის გადაწყვეტილებები მიღებული და აი ამ მიმართულებით საჭიროა თანხმობა, აი, რამდენად მოახერხებთ თქვენ შესაბამისი კვალიფიკაციის და გამომდინარე, რომ ბიზნეს ამ ტიპის ასეთი სრულფასოვანი მხარდაჭერა გაუწიეთ, იმიტომ რომ ეს საქმიანობები ხო არ ჩერდება, ანუ ეს გასაკეთებელი ნაწილი აქვს ბიზნეს, ხო? კი, რა თქმა უნდა, ანუ დასაქმების სააგენტოს ძირითადი შეიძლება მე ხარ ძალიან დეტალურად სიღრმეში შევდივარ, თუმცა ეს არის ის კითხვები, რომელიც მათ აქვთ. კი, არა, ძალიან მარტივია ამაზე პასუხი. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ძირითადი საქმიანობა სწორედ ეს არის, რომ გასწიოს შუამავლობა სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის. და ეს შუამავლობა სწორედ იმას მოიაზრებს და იმ კვალიფიკაციას და შესაძლებლობას სააგენტოს მხრიდან, რომ თუნდაც სამუშაოს მაძიებელი გარკვეულ ასპექტებში სანამ დამსაქმებელს შესთავაზოს, გადაამოწმოს რამდენად შესაფერისია იმ დასაქმებაზე და მხოლოდ ამის შემდგომ მიაწოდოს. ეს აქ არ გულისხმობთ ჩვენ, რომ უბრალოდ ვიღაცა ჩვენთან სივს მოიტანს პირობითად და პირდაპირ დავაკავშირებთ გადამოწმების გარეშე, ხო? ანუ აქ არის ზუსტად ის, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს გავუსმენ, რომ პირობითად თუ დამსაქმებელი ასაბუთებს, რომ ის კვალიფიკაცია, მაგალითად რაღაცა ნოვაცია, ახალია, რომელიც ჯერ შიდა ბაზარზე ჯერ არსებობს, კი არის ეს კადრი პირობითად გამოცდილი, ხო? თუნდაც მრავალწლიანი გამოცდილების, აი შემდუღებელზე რო ავიღოთ. არის, რომელიც შეიძლება რამდენიმე თუნდაც 10-15 წლის გამოცდილების შემდუღებელია, მაგრამ შეიძლება რაღაც ახალი ტექნოლოგია, რომელიც ჯერ ჩვენთან დანერგილი არ არის და დაგვისაბუთოს, რომ ეს სჭირდება. ამიტომ ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არის. დასავლეთში ძალიან გავრცელებულია, მათ შორის იგივე სპორტსმენებისთვის ამ კუთხით დაუშვათ იგივე საქმიანობის უფლების მინიჭება, შრომის უფლების მინიჭება, განსაკუთრებით ეს ყველაზე ისეთ ქვეყნებში ხა ფეხბურთის მოყვარული ვარ და სწორედ ამის გათვალისწინებით ვიკითხულობ. აი ეს თემები თუ გაქვთ გათვალისწინებული, მაგალითად უცხოეთის მოქალაქე საქართველოში, რომელიც ადგილობრივ რომელიმე გუნდში თამაშობს, არ აქვს მნიშვნელობა. აი ამ მიმართულებით ნებართვის გაცემაც ჟანდავთ სამინისტროს პრეროგატივაა, ანუ ეს ყველაფერი მთლიანად თქვენს ნაწილში შემოვიდა? კი, მთლიანად ჩვენ ნაწილში არის, მათ შორის ფეხბურთელებიც. ხო, ანუ ზოგადად ეს კონტექსტი. ძალიან ბევრი სამუშაო და სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა გადაცემებშიც ამ თემების ძალიან უფრო დეტალურად გასაშლელად, როგორც კი მივხვდებით, რომ რაღაც კონკრეტულად უფრო მეტი თუნდაც სტატისტიკა გაქვთ, ვინ არის მომთხოვნი ამ მიმართულებით. ბატონო გია, ჩვენ საუბრის ბოლოს რა მოლოდინი გაქვთ, ანუ რა სურათი უნდა მიიღოთ საქართველოს მთავრობამ, ამ შემთხვევაში ჟანდავთ სამინისტრო ერთგვარად აღმასრულებელმაც, თუმცა იმავდროულად პოლიტიკის გამსაზღვრელმაც ამ პროცესების ერთგვარ მაკონტროლებელმაც, თუ შეიძლება ითქვას. საბოლოო ჯამში მოლოდინი რა გაქვთ, რა უნდა მივიღოთ, ან რა პერიოდის შემდეგ შეგეძლება თქვა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებით სწორი ნაბიჯი გადავდგით, ხოლო თუ პირობითად დაინახეთ, რომ სადღაც რაღაც ნაბიჯები არის პირიქით შესაძლებელი, აი ამ შემთხვევაში რა შევებით? პირველ რიგში ყველამ უნდა იცოდეს, რომ სისტემა იქნება ძალზედ მოქნილი, მორგებული ბიზნესის საჭიროებებზე. ჩვენ წლის ბოლომდე მაინც ავიღებდი ამ ვადას, საერთო სურათის დასანახად დაგვჭირდება ეს პერიოდი. ხოდა იმდენად ბევრი მიმართულება უნდა გააკონტროლოთ ერთდროულად, რომ საქმიანობის ფაქტიურად 7-6 თვეს და წლის ბოლოს გვექნება უკვე გარკვეული სურათი წარმოდგენილი, მათ შორის გაშლილი სტატისტიკა ტენდენციებთან დაკავშირებით, რომელიც აქამდე უბრალოდ ჩვენ არ გვქონდა. და ამ სტატისტიკასაც ჩვენ პროგნოზებსაც, რეკომენდაციებსაც, რა თქმა უნდა, ჟანდავთ სამინისტრო მთავრობას მიაწვდის, ბატონ პრემიერს მიაწვდის და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ, გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ბიზნესთან, თუ იქნება გარკვეული წუხილები, გარკვეული მიმართულებებით, იგივე კოტირების სისტემასთან დაკავშირებით, ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ეს საკმაოდ სწრაფად, ხარისხიანად მოგვარებადია, არავითარი ბარიერი, აი დღესაც შეხვდი ბატონ ლევან ვეფხვაძეს და ვისაუბრეთ ამ თემებზე ბიზნეს ასოციაციიდან და მუდმივად გვაქვს ეს კავშირი, აქ არავითარი ბარიერი არ არსებობს და ვფიქრობ, რომ ამ სისტემის დანერგვას უბრალოდ ალტერნატივა არ ქონდა. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაც იყო ეს, რომ შრომის ბაზარი იყო დერეგულირებული ჩვენთან აბსოლუტურად.
და ამ მიმართულებით ნაბიჯები ჩვენ ქონდა გადასადგმელი. ისინიც ფიქრობდნენ, რომ გარკვეულწილად ეს მტკივნეული ნაბიჯები იქნებოდა, მაგრამ ამას გვერდს ვერავინ ვერ აუვლიდა და ძალიან კარგია, რომ მომწიფდა საერთო აზრი საქართველოს მთავრობაში და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიური ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ. ისე რომ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ამის დანერგვას ალტერნატივა არ ქონდა. ეს მიმართულია მათ შორის საქართველოს მოქალაქეების დასაქმებისკენ ეს ყველაფერი. ეს მიმართულია იქითკენ, რომ ხარისხიანი სტატისტიკა ვაწარმოოთ და ვიცოდეთ შორს მიმავალი ჩვენი ხედოები ჩამოვაყალიბოთ, ვიცოდეთ რას ვაკეთებთ შრომის ბაზრის რეგულირების მიმართულებით, სად გვიჭირს, სად გვილხინს, რა პროფესიის, რა განათლების, რა შესაძლებლობების უცხო ქვეყნის მოქალაქე გვჭირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავინ არავითარი კედლის აღმართვას არ აპირებს. მაგრამ ჯერ საქართველოს მოქალაქეები და შემდეგ უკვე მობრძანდეს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, გაიაროს ჩვენი სისტემა, შესაბამისად შრომის ბაზრის ტესტი, რომელიც უამრავი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება ჩვენ და ეს ძალიან ქმედით ინსტრუმენტი ჩვენ ხელთ არ გვეყრა და აი ამის შემდეგ უკვე სადღაც წლის ბოლოს ჩვენ ჩამოგვეყალიბდება ჩვენი მოსაზრება. ძალიან დიდი მადლობა შრომის ბაზართან დაკავშირებით. და სიამოვნებით დაგითმობთ სხვა გადაცემებშიც ეთერს თემის აქტუალობის გათვალისწინებით გიორგი ცაგარიშვილი, გიორგი ბუნტური იყვნენ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის ნომრები.